მოგესალმები, დადგა შაბათი დღეს აღამოსახლის ნახევარი მეგახლავართ გიორგი დარასელია და აუცილებლად მინდა მოვიკითხო ის ადამიანები, ვინც გაჭირვასაც შინახართ უცხოეთში მყოფნი, ვინც ხვალ ბზობა დღესასწაულზე ვერ მიდიხართ ან დღეს ვერ მიხვედით ტაძარში, რაღაცა მიზეზების გამო უცხოეთში მყოფნი, პატიმრები, ჯარისკაცები და ასე შემდეგ, ყველას მინდა ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ, ვინც ოგისნეულებასაც შინახართ და რა ვიცი, ყველას სიხარული და ყველაფერ კარგს გისურვებთ. მამა გიორგი თეოდორაშვილი ყავს ნარიყალის სტადიონზე, რაც ძალიან მახარებს, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენეთ მამა მომბრძანებისათვის, დაგლოცეთ თუ შეიძლება. დაგლოცოთ და თქვენს დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. ასე ძალიან მიხარია ხოლმე მამა, ძალიან ბევრს წერენ ხოლმე ხშირად ბევრი ადამიანი უყურებს და მახარებს ხოლმე თქვენი სტუმრობა ძალიან და ვიციო საინტერესო გადაცემა გამოვა და დღევანდელ დღესთან დაკავშირებით აუცილებლად ვერაურით ამას მამაო გვერდს და დღეს ნახე უამრავი ადამიანი რომლებიც იყვნენ მოსული რაღაცა ხვალაც უამრავი ადამიანი მოვა მაგრამ რაღაცა ჩვენ ვიცით ხოლმე ეს რაღაც ტრადიციასავით, რაღაც კონკრეტული დღეები გვაქვს, როცა დავდივართ ტაძარში და შემდეგ ისე ხდება ხოლმე, რომ რაღაც სადაგ და ჩვეულებრივ დღეებში არ დავდივართ ხოლმე და ეს რისი მიზეზია, მამაო, ადამიანში თვითონ, იმიტომ რომ აუცილებლად რაღაცა უნდა იყოს წასაღები ეკლესიიდან, რომ მოვიდეს იქ რაღაცა ბზა, იქ წყალი არის, წასაღები რაღაცა, ისე დღესასწაულებში შეიძლება იყოს ხარება რაღაცა, იმიტომ რომ ისე ხშირად არ მოდიოდნენ ადამიანები და რისი დამსახურება ეს ადამიანში თვითონ თუ აი თვითონ ადამიანის რაღაცა არ ვიცი რა უნდა ქნას ადამიანმა რომ სხვა დღესასწაულიც ესე იზეიმოს როგორც სიტყვაზე ხვალზე იმობს ადამიანი. პირველ რიგში გიორგი მინდა თქვენ სიხარულს გამოვეხმაურო პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს მეხუთე თავში რომ ნაყოფის სულის არს სიხარული სიყვარული სახიერება მარხვა ანუ ჩვენ როცა ერთმანეთის დანახვა გვიხარია და ჩვენი დანახვა კიდე მაყურებელს უხარია ეს არის სულის ნაყოფი ეს არის სულიერება აი თუთა დიდი მარხვაც მაგიტომ დაადგინა ღმერთმა რომ ჩვენ მატერიალისტი ადამიანები გავხდეთ უფრო მეტად სულიერები მაგრამ სამწუხაროდ აი თქვენ სწორად აღნიშნეთ ხედავთ რომ ტაძარშიც როცა უდიდესი დღესასწაულებია საუფლო მაშინაც ადამიანები უფრო რაღაც მატერიალურისკენ მიილტვიან ამიტომ დავიწყე მე სულიერი ნაყოფების ჩამოთვლა რომ თუ ადამიანს ხარებას ლაზარეს შაბათს და ბზობის დღესასწაულზე სულიერი სიხარული არ გააჩნია თუ ის სულიერად არ არის ახსავსე ანუ სულიერი სიხარული რა არის როცა ადამიანი ხედავს საკუთარ ცოდვებს როცა ადამიანი ხედავს რომ ის უკეთესი გახდა ვიდრე იყო როცა ადამიანმა დაინახა ნაყოფი სულიწმინდისა როცა დაინახა მან რომ აი 40 დღე გავიდა ფაქტიურად დიდი მარხვიდან იცით რომ ხვალ უკვე მთავრდება დიდი მარხვის 40 დღე და იწყება ის ნების შვიდეული რაც უფრო აღმატებულია დიდ მარხვაზე. ამიტომ უკვე თვალის დასანახად უკვე აშკარად ჩანს რომ აი სამწუხაროდ წყალკურთხევას 19 იანვარს ხო ბზობას ხვალ ნახავთ რომ უამრავი ადამიანი ბუნებრივია ხა ჩვენმათ ვერ განვეკითხავთ გიორგი და არ ვეტყვი რატომ მიგაქვს ბზა და რატომ მიგაქვს ნაკურთხი წყალი. მადლობა ღმერთს რომ მიაქვს მაგრამ ჩვენი მოვალეობა ის უთხრათ რომ ჯერ შევაქოთ რომ ყოჩაღ რომ მოხვედი და მიგაქვს მაგრამ აი დაუსვათ ესეთი რიტორიკული კითხვები რომ არ გაბრაზდეს ხო თქვენ ხომ მიგაქვთ არა მარტო თქვენთვის არამედ ალბათ მეგობრებსაც გაუნაწილებთ მეზობლებსაც გაუნაწილებთ ერთი ადამიანი მოვიდა გასულ კვირას ჩემთან და მოკრძალებით მთხოვა მამაო იქნებ გამოაცხადოთ რომ ძალიან ბევრ ბუჩქებს ნუ მოიტანენ ეკლესიაში ბზის, იმიტომ რომ განადგურების პირზეა მისული ქართული ბზა, კოლხური ბზა. სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენ ამდენი ბზებით და ამდენი ესეთი დამოკიდებულებით სულ ასე თქვა არ ჩანავართ ვიღაცის თვალში ქრისტიანებას. აი მინდა სახარებიდან პარალელი გავავლო, როცა ქრისტემ 2 პური და 5 თევზი აკურთხა, ძალიან ბევრი ადამიანი გაყვა მას. როცა დააპურა ხალხი და ქრისტემ მოუბრუნდა მათ და ეუბნება რომ თქვენ იმიტომ კი არ მომყვებით რომ მე თქვენ ჩემი მოწაფეები ხართ არამედ იმიტომ რომ მე დაგაპურეთ თქვენ პური და თევზი რომ მოგეცითო ესე იგი როგორც კი აი ადამიანები გაიგებენ რომ ამადამ ეკლესიაში ამადამ ადგილას რაღაც გარკვეული მატერიალური ასე თქვათ მოწყალების გაცემა იქნება მაშინვე იქ არ ვამტყუნებ გიორგი არ განვიკითხავ ალბათ ჩვენი ასე თქვათ ხორციელი ცხოვრებიდან გამომდინარე ასეც არის და ასეც უნდა იყოს მაგრამ თუ ჩვენ ეკლესიაში დავდივართ წლების განმავლობაში და ისეთები ვიყავით როგორც ახალმოსულები ვიყავით როცა 3-4 ლიტრა წყალი მიქონდა როცა მთელი ბუჩქი
ბზა მიქონდა და ისევ ისეთები ვარ და ისევ ვიქცევით, როგორც წლების წინ ვიქცეოდით. მაშინ ჩვენში არაფერი არ შეცვლილა და ჯობია რომ დავიწყოთ ცვლილებები. დიახ, დიდი მადლობა მამო, ესეთი ლამაზი ახსნისათვის და თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით რო გითხრათ, ადამიანი ხშირად ანიჭებს ხოლმე რაოდენობას, მნიშვნელობას და არა ხარისხს. აი მაგალითად აი ადამიანს შეიძლება აი კითხო ვიღაცას აი როგორი მორწმუნეა და შეიძლება გითხრას, აუ იცი რა მაგარი მორწმუნე, აი ისა ხუთი დაუჯდომელი წაიკითხა სიტყვაზე. ან აი რაღაც ყველა ფსალმუნის ეპირათ იცის. ანუ ეს შეიძლება ვიღაცა ერთი უფალო იესო ქრისტე თქვას, რაღაცა გულით და მისი უფრო მიუვიდეს სიტყვაზე და მისი უფრო მართალი ნათქვამი იყოს, ვიდრე იმის ვინც 800 და 10 კითხულობს დაუჯდომეს, ხო? სიტყვაზე და ჩვენთანაც ეგრე არის, აი თუნდაც ბზასთან დაკავშირებით, ეხა დარწმუნებული ვარ ვიღაც ლამაზ დიდ მორთულ რაღაცა დიდ ბზას აიღებს, იმიტომ რომ ჩანდეს რომ აი ის უფრო მაგარი მორწმუნე, უფრო ლამაზი რაღაცა კონა უჭირავს ხელში ან ასე შემდეგ. ანუ ამას ვანიჭებთ უპირატესობა სამწუხაროდ ასეა თუ ისეა, ყველა ესე ხდება მაინც და ესე იმაშობა. არავინ არ მიდის ეხა ერთი ფოთლით და დიდი რწმენით სახში, ყველა მიდის დიდი ბზით და მცირე რწმენით. ესე ვართ ყველანი მე ჩემგან დაწყებული სიტყვა. ხო და თუ შეიძლება აი ეს როგორ გამოვასწოროთ ადამიანებმა, იმიტომ რომ ძალიან ცუდი აი თან აი რაღაც ძალიან ბევრი ანუ ვამახინჯეთ ფაქტიურად ჩვენ იმას, იმიტომ რომ იმ ფოთოლში თუ არის შენი რწმენა მხოლოდ, ხო, დარჩება იმ ფოთოლში, რომელიც ერთ წელში გახმება და იმის იქით აღარ წავა, ხო? აი ამასთან დაკავშირებით, ან აი ზოგი ასანთელს ანთებს და აი გონია რომ რაღაც. აი სიტყვა აი ამასთან დაკავშირებით, რა შეიძლება რომ აი ანუ საცოდავები ვართ, ვიცი, ხო, მე რასაც ამბობ. ისეთ რამეს ვიტყვი, შეიძლება ახლა ვინმე გაბრაზდეს და განმეკითხოს და შეიძლება საერთოდ არ წავიღოთ სახში ბზა, ვინმე გითხრათ რომ სახში ბზები უნდა წაიღოთ. სადმე წერია რომ ბზა უნდა წავიღოთ სახში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ უბრალოდ ის, რომ ჩვენი სული არის იერუსალიმის სიმბოლო. ქრისტე რო შედის იერუსალიმში, ჩვენ სულში უნდა შემოვიდეს ქრისტე. ტაძარი არის ჩვენი გულის სიმბოლო. ტაძარში რო შედის ქრისტე და იერუსალიმში, თავიდან კი ადიდებენ და ოსანას უგალობენ, მაგრამ შემდგომში უკვე ყვირიან ჯვარსაც ვიეგე. ანუ ის ბზა, ის რუსულად ვერბა, პალმა და ყველა მარადამწვანე ძვირფასი მცენარე არის სიმბოლო მარადიულობის, ისე თქვა რაღაც გარკვეული სიხალისის, სიყვარულის, სიხარულის, რომ მე ბზა, იმიტომ ვაკურთხე, რომ მე ვიგრძენი, ჩემმა სულმა იგრძნო იესო ქრისტეს შემოსვლა ჩემს გულში. და თუ მე ეს ვერ მივიგრძენი და მე თუ ქრისტე არ მივირქვი, თუ ჩემი ცხოვრება არ დაუფინე მას როგორც სამოსელი ქრისტეს, მაშინ ბზა კი არა, თუ კი რამე მწვანე მცენარეა, ყველაფერი რო სახში მივიტანო, აზრი არ ექნება არანაირად. ეს არის გამოხატულება, სიმბოლო იმისა, რომ მე უკვე მივიღე ქრისტეს სულში, ჩემ გულში შემოვიდა მისი მადლი და კაცთმოყარება და აი მის სიმბოლოდ მე მიმაქვს ბზა სახში და მეზობლებთან და ვახარებ ბზობას, ანუ დიდებით შესვლას იერუსალიმში, ანუ დიდებით შემოსვლას ჩვენს გულებში. მაგრამ მოდით ჩვენ თავს დავუსვათ კითხვა ახლა, რამდენი ადამიანი გრძნობს სულში ქრისტეს. თუ ჩვენ სულში შემოვიდა ქრისტე, რატომ ვართ შურიანები, რატომ ვართ ისევ ისეთი ამპარტავნები და პატრიმოყვა, რატომ ვართ ისევ ისეთი გაღიზიანებულები და ისევ ჭორიკანა და განკითხვაში რატომ ვართ ისევ, ხო? ცოტა იმ დღეს მაინც ხო უნდა შევიცვალოთ. ჩვენ ხო ახლა ის გვიხარია, რომ ბზა უნდა გვიკურთხოს მოძღვარმა და თევზით რო არის ხსნილი. ხო, თელი ჩვენი სიხარული ამით შემოიფარგლება და მეტი არაფერი. ჩვენ უნდა მივიღოთ სულში ქრისტე და თუ ეს არ მოხდა, ჩვენ აღდგომის სიხარულს ვერ გავიგებთ ნამდვილად. ჩვენ ვერ მივხვდებით ორშაბათს, დიდ ორშაბათს რა მოხდება, დიდ სამშაბათს რა მოხდება, როგორ გაყიდის იუდა ქრისტეს, როგორ დაბანს ფეხებს, მოწაფეებს, მაგრამ ვერ მივხვდება იუდა რა გააკეთა ქრისტემ. რამდენი ჩვენთაგანი ვართ იუდას და პეტრეს მდგომარეობაში. რამდენი ჩვენთაგანი ისევ ისეთი უგრძნობელი დარჩება ხვალინდელი დღის მერე, როგორიც ვიყავით. რა ბუჩქზეა ლაპარაკი და რა ბზაზეა ლაპარაკი ხალხო. იქნებ ერთხელ მაინც გავუღოთ კარები ქრისტეს, რომელიც ამბობს გარკვევით იოანეს გამოცხადებაში, რომ მე ვდგავარ თქვენი გულის კარებთან და ვაკაკუნებ. მე მგონი უკვე კი აღარ აკაკუნებს, აბრახუნებს, მაგრამ ჩვენ მაინც არ გვესმის, იმიტომ რომ ჩვენ ყურში ყუთსასმენები გვიკეთია გიორგი და ჩართული გვაქვს Facebook-ი და ინტერნეტ სივრცეში ვარ ჩართული. ჩვენ ხო გამორთული გვაქვს ჩვენი მე ფაქტიურად. ჩვენ ხო აღარ ვარსებობთ ფაქტიურად. ჩვენ სერიალებით ვიღაცასთან მიმოწერაში ვართ მარტო, ვიღაცის განკითხვაში ვართ, აი ის მამაო როგორი ცუდია, როგორი ხიფშია, როგორი მანქანი დადის, პატრიარქს ვიღაცა წამლავდა, ის აზიზღარი, ის უარგისი, ეს ცუდი, ის კარგი
და ჩვენ ფაქტურად ჩვენი პიროვნება სადღაცას არის დაკარგული. ჩვენ თუ ჩვენი პიროვნებები არ ვიპოვნეთ და თუ ჩვენი აზრები და ფიქრები იმ ჩვილების სახით არ დაუწყებენ ოსანას, დიდებას, მაღალთაშინა ღმერთსა, ჩვენ ძალიან მალე ფარისევლები და მწიგნობრები გავხდებით და დავიწყებთ ყვირილს, რომ ჯვარს აცვი ეგე და ასეც ხდება ხოლმე. დააკვირდით რა ხდება აღდგომის მერე. დააკვირდით რა ხდება. ეს ხალხი ახლა ვინც ბზობას, უამრავი ადამიანი მოვა ბზობას ეკლესიაში. სად იქნება ეს ხალხი დიდ ოთხშაბათს, დიდ ხუთშაბათს, ან წითელ პარასკევს? კი იქნებიან, მაგრამ იმის ნახევარიც არ იქნება. აღდგომის მერე სად მიდის ეს ხალხი ერთი მითხარით ვინმე კითხვა სვამე ხალხო ეს ამდენი ბზის მიმრქმელი ხალხი ამდენი ქრისტე აღდგას მგალობელი ხალხი და ცეცხლი რო ჩამობძანდება იერუსალიმიდან ცეცხლს რომ იარბეინებენ სახში აი ეს ხალხი სად არის როცა ქვეყანას უჭირს რატო არის ამდენი გლახაკი ამდენი უპოვარი ამდენი მშიერი ამდენი მტერი რატო ყავს ჩვენ პატრიარქს ამდენი მტერი რატო ყავს ჩვენს ეკლესიას და ჩვენს ქვეყანას ხალხო მითხარით ეხლა როგორც გავიგე გიორგი ის ხალხი ვინ ჩვენ გვებრძვის და ეკლესიას ებრძვის თვითონ ატარებენ ისევ გამოკითხვებს და თუ აქამდე პატრიარქს და ეკლესიას 83% ენდობოდა ეხლა თურმე 88% ენდობა ეკლესიას ანუ რაც ეკლესია იდევნება რაც მეტ ჩირკს ცხებენ ეკლესიას და ღვთისმსახურებს უფრო იზრდება მორწმუნეთა რიცხვი და უფრო მეტი მლოცველი და ერთგული ადამიანი მოდის ეკლესიაში ანუ ყოზინაც არში უვარდებათ ამ ადამიანებს და მე მინდა რომ მივმართო იმ ხალხს ვინც დღეს სიხარულით იძინებს ახალი ტანსაცმელი გაამზადა რომ ხალ ბზობას უნდა ახალი ფეხსაცმელი ჩაიცვას ახალი მაისური ახალი ხალათი არა კაი იქნება ის ძალიან კარგი იქნება გიორგი მაგრამ ეს ყველაფერი არაფრად არ ღირს თუ შენი სული არ განათდა თუ შენ სულში სარწმუნოების მარცვალი არ ჩაითესა და როგორ მივხვდეთ ამას კიდევ ვიმეორებ ის კი არა ბევრი წყალი რო გასხურა ის კი არა რომ წინიდექი და მოძღვარმა თავზე ხელი გადაგისვა და გაზიარა არა ეს რა თქმა უნდა გარეგნული გამოხატულებაა მაგრამ ის რომ შენი სული გასუფთავდა შენი თვალი განათდა აღარ ხარ ბოღმა აღარ ხარ შურიანი აღარ იბერები პატარა წყენაზეც კი და უკვე აი ნასვამი მაკაცმა ისიც ხოლმე ხო რაღაც ესეთი უდარდელი რო ხდება და მოხარული აი შემთვრალი ხარ სულიწმინდის მადლით და გიყვარს ყველა ადამიანი, ყველა საქართველოში მაცხოვრ ადამიანი გიყვარს და ყველას გიხარობდნენ სეუნდები, ყველას ულოცავ ბზობას. არა მართლა ნასვამი, არამედ სულიწმინდით ახსავსე ხარ ამ დროს და ესე მინდა დავინახო ადამიანები მეც და არა ნახეთ მერე წირვის მერე როგორ არის მობზნილი ტაძარი და არავინ არ რჩება რომ ტაძარი დაალაგოს მერე და ამ ნაკურთხ ბზაზე დგებიან ფეხით ვიღაცეები და არის შებღალული ესეთი მდგომარეობა. აი ფიქრობ რომ იქნება დროა გიორგი რომ დაფიქრდეს ხალხი რას აკეთებს, რატო აკეთებს, რისთვის აკეთებს და შედეგი რა მიიღო აქედან გამომდინარე. თუ ჩვენ ხვალ სიმშვიდე, სიყვარული, სიხარული, სახიერება და უბრალოება არ მივიღეთ და ჩვენში არ გადმოვიდა სულიწმინდის მადლი, ჩვენ ისევ ის ფარისევლები და მწიგნობრები დავრჩებით, როგორიც ვიყავით ამ დღეებში. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, მამა, უბრალოდ აი მართლა მიხარია ხოლმე, რომ მაინც მოდიან ბზობას, რომ მაინც მოდიან და რაღაცა, იმიტომ რომ ესენი ამ დღესაც რო არ მოვიდნენ სიტყვა ეს ადამიანები, უფრო ცუდი იქნება, ხო? შემდეგ შეიძლება ხარებასაც მოვიდნენ, შემდეგ რაღაცა და ასე შემდეგ და აი თუ შეიძლება მამა, აი რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც სიტყვაზე აი ესეთ სიტუაცია აქვს, რომ ვერ მიდის ხვალ და გული წყდება სიტყვა ზოგი უცხოეთში არის, ზოგი რაღაცა და თუ აი ზოგი აღდგომას ვერ ხვდება სიტყვაზე ეგ ტაძარში, იმიტომ რომ ჩვილი ბავშვი ყავს და ასე შემდეგ ზოგი ლოგინათ არის ჩავრნილი. რა შეიძლება რომ ურჩიოთ იმ ადამიანებს, იმიტომ რომ მათ გული წყდება, შეიძლება რაღაცა მათი ცოდნით გონია თუ რაღაცას აკლდებიან, შეიძლება თქვენი რჩევით პირიქით მეტი მიიღონ თუ გულით უნდათ, ხო? ასე შემდეგ თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით რას ურჩევით, იმიტომ რომ ბევრი თვალცრემლიანი რეკავს ხოლმე, შემიძლია ძალიან ბევრს წერენ ხოლმე სხვადასხვა Facebook-ში და ბევრი წეს უცხოეთი და რომ აი რაღაცა აი ესე რომ რაღაცა ვერ მივდივარ და რა ვქნა და მომიხსენია და ასე შემდეგ და თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით გიორგი ამ შეკითხვისთვის რამოდენიმე დღის წინ საპატრიარქოს არხზე ვიყავი ერთსულოვნებაზე და იქ თანამედროვე მამების რჩევები გავაცანი მრევლს და ძალიან მოეწონა ბევრ ადამიანმა თქვა რომ ეს ჩემზე იყო. აი პირველად მაგალითად რამოდენიმე რჩევას შევახსენებ. ვერ მივდივარ თქვა, ვერ ლოცულობ, შეგვიძლია ჩემ თავს დაუსვა კითხვა, რომ რა ცოდვები დარჩა ჩემში მოსანანიებელი. კარგად დაუკვირდით აბა. გავიდა 40 დღე ფაქტიურად და რა ვერ მოვინანიე, რა ცოდვაა ისეთი, რომელსაც მე ვერ ვხედავ და უფალო დამანახე ჩემი მოძღვრის ლოცვა კურთხევით და შეგონებით სახარების კითხვით, რომ დავინახო ჩემში დაფარული ცოდვები. ძალიან საინტერესო. მომეცი უფალო
ძალა რომ დილა საღამოს ლოცვები წავიკითხო ბოლომდე გონება გაფანტვის გარეშე და დაკვირვებით წავიკითხო. ელემენტარულად ვინმეს თუ რამე შეუპირდი იმისი აღსრულების ძალა მომეცი უფალო. დაწყებული საქმე დამამთავრებინე. ნათესავებთან მომეცი საშუალება რომ მივიდე და მოვიკითხო. აი დაუკვირდით, აბა რამდენი საქმე დაწყებული საქმე და არ დაგვიმთავრები, რამდენი შეუპირები ვართ ახლობელს, ნათესავს, მეგობარს, პატარა ბავშვს, ამას გიყიდი, იმას გავაკეთებ, ამას მოგიტან, იმას ავიღებ და არ გაგვიკეთებია, ხო? აი ეს ყველაფერი ხო ძალიან ელემენტარულია. დამერწმუნდეთ რომ ეს რჩევები თუ ჩვენ ასე ვთქვათ, ამ რჩევებს თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, ჩვენ თვითონ გაგვიხარდება ძალიან. წარმოვიდგინე, ახლობელს და დიდი ხანი არ უნახი ხარ. და Facebook-ით არ მიწერო, დაადექი თავზე აღდგომას, დაადექი თავზე ბზობას და უთხარი ბზობას გილოცავ, ქრისტე აღდგა უთხარი. მე მგონი ძალიან კარგი იქნება, ხო? აი ძალიან ელემენტარული რაღაცები თქვენ გიორგი და ან შუაკვირაში დავეთხოვოთ სამსახურებიდან ხალხო და დიდხუჩაბაც მივიდეთ ტაძარში, დიდოთხშაბაც მივიდეთ, წითელ პარასკევს გარდამოხსნეს წინ დავდგეთ. აუცილებელი არ არის მაინც ნასვამი მიხვიდე აღდგომას ცეცხლი წამოიღო და ქრისტე აღდგა იყვირო, ხო? დაღვარეს რემლები გული და სული ჯვარცმასთან. მაცხოვრის გარდამოხსნასთან და მოусმინე ერთი რასაგალობლები იკითხება ღვთისმშობლის დატირება წაიკითხე მოისმინე თუ ვერ წახვედი ნახე და წაიკითხე უკვე მადლობა ღმერთს გიორგი რომ ინტერნეტში არის ამის საშუალება ეხლა მე ძალიან ელემენტარული რაღაცები ვთქვი და ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ გიორგი ისეთი სიხარული შემოვა ისეთი ბედნიერები ვიქნებით რომ დამერწმუნდე ჩვენ გულში მართლა აღდგება ღმერთი დიახ, ამასთან დაკავშირებით, მამო, თქვენ კი ახსენეთ, რომ რაღაცა რაღაც სოციალური ქსელი ახსენეთ, რომ ანუ ადამიანები ერთმანეთთან აღარ მიდიან, უკვე იმით ულოცავენ რაღაცა. კი, რაღაც მომენტში მე მომწონს ხოლმე, რაღაც მომენტში მეც რაღაცა ჩემი მოვალეობა მომიხდია, რა ვიღაცა შეიძლება დაბადების დღე რაღაცა გამიგია ასე შემდეგ. ან რაღაც კარგიც ხდება იქ და აი ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, მამო, რომ ადამიანებს მართლა დაავიწყდათ ერთმანეთი ამ ხრივ და რა ხდება? ანუ იქ რახანც დაავიწყდათ ერთმანეთი, მამაო, იქ მაინც რაღაცას კონტაქტობენ, რაღაცა არის და მე ვფიქრობ ხოლმე, რომ ამ ადამიანებს ღმერთიც არ ახსოვდა. ეხლა მეორე მეზობელი უნდა გავიწყდეს, ან ვიღაცა სიტყვაზე მამიდაშვილის ვიღაცა მაზლი სიტყვაზე ვამბობ, ხო? რა მოხდა? სიტყვა, აი ამ მომენტში მამაო რა ხდება ამ ადამიანში, იმიტომ რომ ადამიანის ფაქტიურად მართლა თქვენი თქმის არ იყოს კვირას რო ეხა წირვაზე ადამიანი არ წავა და ძილს არჩევს, იმიტომ რომ მთელი 5 დღე დაიღალა, ხო? იმ ადამიანს ღმერთი არ ახსოვს და ეხა მე რო არ ვახსოვდე, სულ არ მიყვირს ეგ. ანუ როგორ არ უნდა გაუბრაზდეთ ესეთ ადამიანებს, იმიტომ რომ მადლობა ღმერთს მართლა ბევრი ადამიანი დადის ეკლესიაში და ბევრი ღირსეული ადამიანი დადის და აი საქართველოში არის აი ყოველთვის ავიცი ყველაზე მაგარი არის წმენაში ადამიანი თუ არიან მე აი საქართველოს ცხოვრებზე მაღალი წმენის ადამიანი მე არ მეგულება მსოფლიოში მაგრამ აი ამ მომენტში მამაო ისა რა ქვია როგორ უნდა მოიქცე თვითონ ადამიანი იმიტომ რომ გული წყდება რომ ვიღაცას დაავიწყდი ვიღაც რაღაცა მაგრამ ამ დროს უყურებ ის ეხა კვირას რო ეკლესიაში არ წავა და შენ ახსოვდე რა დგინდა ხო სიტყვაზე ეხა ლოგიკურად ან ესე ეგეთი ადამიანი რა დგინდა რაღაც სიტყვაზე აი ამ შემთხვევაში რა უნდა ქნას რომ აი როგორ უნდა გადავიტანოთ ეს ყველაფერი, იმიტომ ადამიანებს ერთმანეთი აღარ ახსოვს და აი რა ხშირად მესმეავ ხო მოგილოცე Facebook-ით. არ ნახე, გეტყვის, კითხავს ან არ გინახავს. აი რაღაც, ანუ ეს უკვე ჩამოყალიბდა საქართველოში ეს რაღაც სიშორის მომენტი რა. შეიძლება გაჭირებამაც მოიტანა რომ ვერ ნახულ რაღაც საჩუქარი არ გაქვს ფიზიკურად, მაგრამ აი როგორ უნდა გამოსწორდეს? აი ხა თქვენ რასაც ამბობთ რომ დაადექი მეგობარს ძალიან ბევრ ადამიანს მაპატიეთ, მამო, მაგრამ აღარ უხარია რო ადგები, იმიტომ რომ იქ შეწუხდება იმით რომ ისეთი სტუმართ მოყარე ვეღარ არის როგორც იყო მამამისი ან ბაბუა. შენ წაიღე საჭმესასმელი და ისე დაადექი კაც. ხო, მაგრამ ნუ ხა შენც არ გიხარია, როცა შენც არ გაქვს იმის საშუალება. სიტყვაზე მამო, შეიძლება შენც არ გქონდეს ეხლა რაღაც ცხარი რო გადაიკიდო და მიხ სიტყვაზე მამო, ხო? არა აქვს ადამიანებს უბრალოდ მე ვიცი რომ ამის გამო ბევრი გაურბის და შეიძლება ეგ არ გამტყუნდეს, მაგრამ ვინც ეხა შეგნებულად ხო რა თქმა უნდა. თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით ასიტყვით პოზიციით რომ აღდგომის დღეებში ახლა ისეთი ოჯახი არ არსებობს ერთი პასკა და ერთი კვერცხი რო არ კონდეს და ელემენტარულად ახლა ერთი პური რო არ კონდეს. კიდევ ვიმეორებ გიორგი რომ სიხარული არის სულიერი და განა ადამიანს იმიტომ უნდა გაუხარდეს შენი დანახვა რომ სახში საჭმელი აქვს და ან შენ მიიტანე არა დამერწმუნე გიორგი რომ სიხარული როგორც გითხარი სულის ნაყოფია და თუ შენ სულიერად მოიკითხავ ადამიანს ის მიხვდება რომ შენ აი წარმოვიდგინეთ პავლე თებელთან მიქონდა ყავს ყორანს ნახევარი პური და ერთხელ მიუტანა თლიანი პური და მიხვდა რომ ეს სტუმარი მეყოლებაო გაუხარდა ახლა რა თქმა უნდა ეს რაღაც მე-4 საუკუნეა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ რა პავლე თებელი და რა ყვავი ხო მაგრამ
ეს იმიტომ წერია ეს პატერიკები გიორგი რომ კიდევ ვიმეორებ რომ იმ პურზე მეტი არის ადამიანის სტუმრობა წერია რომ რა იცი შენ ვინ გესტუმრა ადროს ხო იმას ხო თავისი ფარველი ანგელოზი ყავს ისიც ხო ეს თქვა მიტოვებულია არავის არ ელოდება და ამ დროს ადამიანი მიდის და ეუბნება რომ ქრისტე აღდგა და გილოცავ საფლავზე გადიოდნენ და გადიან და თავიანთ მიცვალებულებს ხო ისიც რომ ერთადერთი დღე არის აღდგომა ან აღდგომის მერე როცა ადამიანები ტრილით კი არ გადიან საფლავზე არამედ სიხარულით გადიან და ეუბნებიან ქრისტე აღდგა და როგორ დამარწმუნებს ახლა ვინმე რომ მე ვინმეს ან შენ გიორგი ესტუმრო დავიწყებულ მეგობარს და ის დაღონდეს იმიტომ რომ იმ საშუალება არ აქვს რომ გამიმასპინძდეს მე ვიცი რომ შენს და მეც ხელსარიელები არ წავალთ. ასევე ყველას ურჩევ გიორგი თქვენი ეთერი და რას ურჩევ. წირვაზე რომ დადექი და გიჭირაო ბზა და მარტო რო იყურები საკურთხევლისკენ. ცოტა მარცხნივ და მარჯვნივაც გაიხედე. რამდენი ხანია ის ადამიანი აღარ ყოფილა დიდი ხანის წირო გაიცანი ეკლესიაში. რო დამთავრდება წირვა 1-2 ხაჭაპურიანი ლობიანი იყიდე და მიდი რა იმ ადამიანთან და უთხარი ძმაო სად ახარ? სად ახარ? რატო არ იყავი? ერთი თვე არ ყოფილხარ, ორი თვე არ ყოფილხარ, რა გჭირს? იქნებ სამანტყოფოშია, იქნებ საპროგილეშია. მოდი ეს გავაკეთოთ გიორგი ხვალ. აუცილებლად. მამო, აი თუ შეიძლება მაშინ ხედავ ხოლმე გიორგი, სამებიდან რომ მოდეხარ, შენ პატარა ლაშქარი დაგხვდება ახალგაზრდები და რაღაცას დადიხართ, მიდიხართ. აი ეს ცუდი არის. შენ ამათ ასწავლი, ხო, როგორც თემური და მისი რაზმი ისე ხართ. ეს ძალიან კარგია. არ შეიძლება რომ იგივე მოძღვარმა გააკეთოს. არ შეიძლება იგივე მრევლმა რომ გააკეთოს. რომ მარტო ის კი არ არის რომ მე აქ ვდგევარ და კარგათა ვარ. მოიხედ და უკან მობრუნდი კაცო. ის ადამიანი დიდი ხანია ის მოხუცებული რომ მოდიოდა და მოფარფატებდა და ვეღარ მოფარფატებს. იქნებ ჩვენ მივიდეთ სახში და გაზაფხული მიულოცოთ. დაბადების დღე ექნება მიულოცოთ. თან შუქის ფული არ აქვს და გადაუხადოთ ავკრიფოთ. მაინც და მაინც ხო სხვარი და ზროხა ხონა დავკლათ არა და ერთ სხვარს უნდა დავკლავთ და იმის საფასური მიუტანოთ იმას სახში. განაეზნელია ხალხო. არ ამგონია რომ აი მამო ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდ ბოდიშ ვიხდი რომ აი გეჭრებით, მაგრამ უნდა გითხრათ აი თუ შეიძლება ამას მე ბევრი მიფიქრია ხოლმე და ხშირად ადრე იყო ხოლმე ჩემ ბავშვობაში ეკლესიაში რომ დავდიოდი ეხ გეუბნით ეხა წლებს ხო იცი ხა იმაშევია ხოლმე მე ისევა 20 წლის წინ აი ხშირად ყოველ შაბათი კვირის შემდეგ ყოველი დღე იყო რაღაც დღესასწაული ყოველთვის იყო მოლოცვები სხვადასხვა ტაძრებში ეს მრევლი ამით იკურებოდა რაღაცა ტრაპეზები იკურებოდა და ასე შემდეგ ბევრი რაღაცა ხდებოდა რაც მე გვაახლოვებდა იქ ვიღაცის ბავშვი მონათლავდა იქ ვიღაცა შენ ბავშვი მონათლავდა და ანუ რომ გაკლდა ის ადამიანი მე რაღაცეთ კითხულობდი კიდევ დღეს ეს გაქრა მამაო ეკლესიაში მოძღვრებშიც გაქრა ხა რა თქვათ ხა ჩვენი ჭირი არის და თავი ვერ დამალაო ხო სიტყვაზე აი ეს მომენტი მამაო არის რომ გვერდზე შეიძლება ერთი მოძღვრის სულიერ შვილები იყოთ სიტყვაზე ან არ იყოთ ერთი მაგრამ სალამსაც არ ეუნებოდეთ ერთმანეთსა და ეს ძალიან ცუდად გადაიზარდა მე მეზობლებში უკვე პადეეში არის სალმებიან ერთმანეთს მე ტრანსპორტში და ასე შემდეგ ანუ სხვისი არაფერი არ ადარდებთ რომ მოკვდეს გვერდზე ვერც გაიგებ უი მართლა მოკვდა და როგორ შარშან წინ დავასაფლავე შეიძლება ვიღაცამ გითხრას და აი შენ საერთოდ დამნაშავეთაც არ გძნობ თავს და ადრე მამაო ვიღაცა მეზობლის ვიღაცა რო გარდაიცვლებოდა მთელი ის ჩადიოდა რეგიონებში ხოლმე აი მასთან დაკავშირებით მამაო ეკლესიამ აი ორგანიზება თუ შეიძლება რამის რომ მოხდეს რომ აი ალილოზე იკრიბებიან ხოლმე ერთმანეთს არ იცნობენ მაგრამ მაინც იკრიბებიან ადამიანები რაღაც წელიწადში ერთხელ ის პატრიარქის სიბძნის და იმის დამსახურებაა ხო? აი თუ შეიძლება მამო ამასთან რატო გაქრა ეს ყველაფერი იმიტომ დავით გარეჯიში ომღუმი ესენი სულ ყოველ თვეში ორჯერ დავდიოდით ხოლმე მოსავალს თქვენც თუ გახსოვთ ძველი პერიოდი მამო ეხლა აღარ არის საერთოდ ეგ საკითხი გიორგი ყველა ფიქრობ ყველა საღათ მოაზროვნე მოძღვარს აწუხებს და ყველა საღათ მოაზროვნე მრევლს აწუხებს ასეთი აზრი მომევიდა მე მაგალითად და მინდა ეხლა თუ ვინმე გვისმენს ჩვენ მოძღვარი ყველას მიმართო რომ მარტო ჩვენ ეკლესიის ტრადიციაშია დიდ მარხვაში 7 ზეთისწყება მარხვის პერიოდში არსად არც რუსეთში და არც სხვა ეკლესიებში ესეთი რამე არ ხდება აღარ ხდება არ შეიძლება რომ 7 ზეთისწყება წინვალეში დეულში ჩავატაროთ და მოძღვრებმა ერთმანეთი დავპატიჟოთ მრევლთან ერთად და ზეთისწყებას ჩავატაროთ და მერე ტრაპეზი იყოს სამხსნილო ხო მე მგონი კარგი იქნებოდა აი იმიტომ მიხარია მე 7 გზის ზეთისწყება რომ 7 მოძღვარი მოდის ჩემთან თუმცა მე მოძღვრებთან ურთიერთობა ისედაც არ მიჭირს საპატრიარქოში განყოფილებაში მოგეხსენებათ რომ ყოველდღე ხვდები ათეულობით მოძღვარს მაგრამ თუ მოძღვრები ჩვენ ერთმანეთთან ახლოს არ ვიქნებით არ ჩვენი მრევლი არ იქნება ახლო და ძალიან ბევრჯერ ვარ შესწრებული მრევლი როგორ კამათობს ერთმანეთში რომ არა შენი მოძღვარია ცუდი არა ჩემი მოძღვარი ჯობი არა შენი მოძღვარია ასეთი ხიფში შენი მოძღვარი ასეთი და ისეთი და ასე შემდეგ და სამწუხაროდ სასულიერპილებს ეხება რომ ეთისხებაზე რომ დაინახავენ უცხო მრევლს
ზეც არ აცხებენ, რომ წადი და შენმა მოძღვარმა გაცხოს. წადი და შენმა მოძღვარმა გაზიაროს. ეს არის საშინელი სექტა. პირდაპირ ვიძახი რა. მოძღვარი, რომელიც სხვა მრევლს არ აზიარებს, იმიტომ რომ შენ ჩემი სულიერი შვილი არ ახარ და წადი საცა ყავს მოძღვარი იქ ეზიარე, პირდაპირ მიმართავ მას, რომ ის არის სექტანტი. ეს არის საშინელება ხალხო. პირიქით, უნდა გაგიხარდეს. მე მეზობლის ბავშვი რო გადმოვა, იმას ხომ უნდა მოეფერო და საჭმელიც უნდა აჭამო, ხო? პირიქით, მე ვეკითხები, ვინ ახარ შვილო, გაკურთხევა. თუ კურთხევა გაქვს, კარგია. თუ არ გაკურთხევა, აგერ მოძღვარი. მომიკითხე შენი მოძღვარი? ხო და წარმოიდგინე ის რომ გამოგდებული რომ მიუტანს თავის მოძღვარს ამბავს რომ ვიყავი და არ მაცხეს ერთი არ მაზიერ. ის მოძღვარი ხო გაბრაზდება ბუნებრივია. უკვე ორი ეკლესია გაიხლიჩა ერთმანეთისაგან ფაქტიურად ხო? ესეთი რაღაცები სამწუხაროდ დღეს კიდევ ხდება. ეს არის ამაზრზენი და საშინელება. ეს მამაო ცოდნის მაპატია, ცოდნის ნაკლებობაა, რომ აი სიტყვაზე ვერ უსიყვარულობაა, გიორგი. მე აქ ვარ თუ ზესტაფონში ვეზიარები მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მრევლიც ბევრი ეგრე არის მამაო, რომ მე ჩემი ტაძრის გარდა ვერსად ვერ ვეზიარები, რაღაც აი კაპასობენ თითქოს და ვაიმე მე 20 წელი ამ ადგილას გავარ და ასე შემდეგ, არ ვიცი და აი თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით მამაო, იმიტომ რომ აი თუნდაც აი ხვალ ბზობას ხო აი მე ჩემ ბზას ბევრი წყალი თუ არ შეესხება გარდავიცვლები და ასე შემდეგ. აი ამასთან დაკავშირებით მამაო, რატო არის ესეთი თითქოს ესეთი წინ სულ არის და ამ დროს ესეთ უკან მივდივართ ცოდნით. მე ვფიქრობ რომ ეს არის უკვე რაღაც უკეთური ჩვევა. ტაძარში არის მოგეხსენებათ მარჯვნივ დგებიან ესეთი კანონიკურად კაცები, ვაჟები, მარცხნივ მანდილოსნები. შედარებით მართალნი, ანუ ვინც უნდა ზიარება მიიღოს და დაშვებულები არიან ზიარებაზე შუა ტაძარში და საკურთხევლის წინ დგებიან სტუაში უკან და კარებთან დგებიან მანდილოსნები, ვინც დედათა წესში არიან, ან დასჯილები არიან უზიარებლობით. დანარჩენი სხვა ადგილი ტაძარში არის კლიროსი, სადღან მგალობლები მე დავითნე და სტიქაროსნები და სხვა ადგილი ის რომ აქ მე უნდა დავდგე არის ადგილი სადაც ეპისკოპოსი დგება ბუნებრივია და მეფე იჯდა ხოლმე და იდგა ხოლმე. დანარჩენი სხვა განსაკუთრებული ასე ვთქვათ მარიამის ადგილი და გიორგის ადგილი და რეზოს ადგილი არ არსებობს. ასეთი რამე არ არსებობს და თუ ვინმე ასეთი ადგილი გააჩნია ჯობია ის ადგილი დროზე დაუთმოს სხვას, თორე ეს არის უკვე მიჯაჭულობა, რაც ძალიან ცუდია და ესეთი ადამიანი უკვე სერიოზულ ხიფშია, ვინც ამბობს, აი მე იქ უნდა ვიდგე, მე იქ ვდგევარ ხოლმე და თუ ვიღაცამ დაასწრო და დადგა, შეიძლება ფეხებში შემოარტყას ქუსლები, რომ აი რატო დგეხარ ჩემ ადგილზე და წარმოიდგინე, თელი წირვა ინერვიულობს იმაზე, რომ მე არ ვდგევარ ჩემ ადგილზე და ის ვინ ადგა, რომ ჩემ ადგილზე დგა და ისე გავა. თელი წირვა ლოცა, რომ ეს ადამიანი ვერ მიიღებს იმას, რის გამოც მოდის ეკლესიაში. ასე რომ ჩემი და შენი ეკლესიაში უკასრავად არ არსებობს. რა თქმა უნდა, პირადი მოძღვარი ჩემი არსებობს, მაგრამ მთავარი მოძღვარი არის იესო ქრისტე. ყველას მოძღვარი არის იესო ქრისტე. და თუ ჩემი სულიერი შვილი რაიონში ჩავა და ვინმე ეხლა ბზობას არ აზიარებს, თუმცა აღსარება უკვე ნათქვამი აქვს და ეთქვის რომ მე არ გიცნობ შენ და შენი მოძღვარი არ ვიცი ვინ არის. ის ადამიანი გასალანძღი იქნება ძალიან სერიოზულად. ხშირად ხდება ბავშვებსაც არ აზიარებენ ხოლმე. ის უნდა დაყენდეს ღვთისმსახურება და თუ არ შეინანა, ეს ძალიან სერიოზული ცოდვაა, რომ ერთ ადამიანს აბკოლებს შენ, რომ მიიღოს ბზობის და ხარების და თქვათ აღდგომის მადლი. მე მას არ ვიცი, მართლა გეუბნები ისე. არა, ვიცი, ძალიან ბევრი შემთხვევა. სევდანარეხები მასხადებს, რომ ვიცი რა არის, მე არ მაზიარეს, ეთი არ მაცხეს და ასე შემდეგ. ერთი წმინდა კათოლიკე ეკლესიის შვილები ვართ, მე რომ აფრიკაში ჩავიდე და იქ თქვათ სამხრეთ ამერიკაში ჩავიდე და ინგლისში და მართლმადიდებლურ ეკლესიაში შევიდე, ის უკვე ჩემი სახლია. ის უკვე ჩემი ოჯახია, ხალხო, როგორ შეიძლება მე ვარ ნამყოფი ესეთ ადგილებში, რაცა აი მეგონა რომ ძალიან ცივი ხალხი იყო რუსები და ისეთი დახვედრა მოგვიწყეს ოპტინაში და ზაგორსკში და რუსულ ეკლესიებში, რომ ახლა ამას არ ეგონოს ახლა რომ მე არ დაგვადანაშაულო მამა რუსული. მე ესეთი მე ვარ. იგივე იქნება ამერიკაში ალბათ, იგივე იქნება ათონზე, იგივე იქნება კვიპროსზე, საბერძნეთში იგივე იქნება, ოღონდ თუ ადამიანი ფარისეველი და მწიგნობარია და მოხიბლულია თავისი მდგომარეობით, ის ხომ ვერავის ვერ ხედავს გიორგი გარშემო თავისი ეკლესიის და თავისი მოძღვრის გარდა და ასეთ ადამიანებს ურჩევ რომ ცოტა დაბლა ჩამოვიდნენ და დაბლდნენ, თორე ძალიან ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. და მე მინდა რომ ეს ხვალინდელი სიხარული მოძღვრებსაც ურჩევთ ალბათ რომ იმაზე მეც დაბეჭდილებას ნუ შეაქმნევინებენ თავის თავზე ვიდრე არიან, ხო? იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე მამო ამ გაფეტიშებით, ხო? ის ხდება ხოლმე რომ მე ღმერთი გონიათ მოძღვარი და რამეს რო ნახავენ, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ადამიანია, სხვაც და აუ რამეს რო ნახავენ, მე მყოლდებიან და საერთოდ ეკლესიაში არ მოდიან და ანუ ამ მომენტს მამო როგორ უნდა მოერიოს ადამიანს თვითონ მოძღვარიც მამო ან მრევლი, იმიტომ რომ მე მქონია ესეთი შემთხვევა რომ
აი მოძღვარზე არ ვიტყვი, ადამიანზე რომელსაც ვაღმერთებდი მე და მე მეგონა ღმერთი და ამ დროს რეალურად უბრალოდ შენ რო გიყვარს, იმიტომ არის შენთვის გაღმერთებული და რაღაცა და ამ დროს არ ყოფილა ისეთი მაგარი, ხო, როგორიც შენ გიყვარს და შენ რაღაც ინგრევი რა. რაღაცნაირად ესე არიან ხშირად მოძღვრებთან დაკავშირებით, მე რო გებულობენ, აი თუნდაც მაგარი სიმართლე გაიგო, ხო, იმასაც აი უკვე იმაშვებიან, აფარებენ ხეს, იმიტომ რომ ამას ღმერთი ეგონა და როგორ შეიძლება იმ მოძღვარს შეშლოდა სიტყვაზე, იმიტომ არა და ადამიანი ხო შეიძლება შეშლო. აი ამ შემთხვევაში მამაო, როგორ რას გვირჩევდით თქვენ რა ამასთან დაკავშირებით? ამისი მაგალითი არის. ხშირად გჭირს ხოლმე, აი არ ვიცი, რაღაცა სუპერსტარებად ვაქცევთ ხოლმე, აი გიორგი ადრე რო იყო კონცერტების და იმას. ნების ვიდეოში დიდხუთ შაბათს, ხო, მოგეხსენებათ პატრიარქი ფეხებს ბანს საუდელოებას და ეს გააკეთა იესო ქრისტემ, საკუთარ მოციქულებს დაბანა ფეხები და უთხრა რომ მე მასწავლებელმა და მოძღვარმა რომ მიწოდებთ, აი ეს გავაკეთე და ამას აკეთებდეთ ჩემ და მოსაგონებლად, რატო რომ თავდაბალი უნდა იყოთ. არა მოჩვენებითად, არამედ თავდაბალი უნდა იყო და თუ მოძღვარი არ ბაზავს პავლეს და პეტრეს, როგორც პეტრე და პავლე ბაზავდნენ იესო ქრისტეს, რითი ბაზავდნენ ხალხო? ყველაზე დიდი ნიშანი რომ მოძღვარი კარგია, რითი უნდა მიხვდეთ? რომ თავდაბალია ხალხო. ცოდნა ინტერნეტს როა, გიორგი, იმდენი ცოდნა სად არის, ხო? ინტერნეტში რო ცოდნაა დაგროვილი, ამდენი ცოდნა არ ამგონია რომელიმე სასულიერო პირს ჰქონდეს, ხო? მაგრამ ინტერნეტს თავდაბლობა არა. ინტერნეტს ხომ მადლი არა. თუ სასულიერო პირი, ნებისმიერი ქრისტიანი არ არის თავდაბალი, არც იმისი ბიბლიის ცოდნა მჭირდება, არც იმისი ჯვრები, პანაღიები და მიტრები მჭირდება და არც იმისი ტაძარში ქადაგება ყელმოღებული სულ არ მჭირდება. შეიძლება მოძღვარი ნაკლებად განათლებული იყოს, არავინ არ იცნობდეს. ისე გემრიელად დაგლოცოს, ისე გემრიელად გიქადაგოს, ისე გემრიელად გითხრას, რომ ქრისტე აღდგა, რომ იქიდან შენ მადლმოსილი წამოხვიდე. შეიძლება მოძღვარმა 1 საათი მიკითხოს. ძველ ქართულად სახარება 1 საათი მამათა განმარტება მიკითხოს, მაგრამ არანაირი მადლი არ განმოვიდეს ჩემზე, იმიტომ რომ ის მე ზევიდან მიყურებდეს. და ეს გააკეთა ქრისტემ ხალხო, აი მე ამას ვაკეთებო, როგორც მოძღვარი და მასწავლებელი, წარმოიდგინე ქრისტე რომ მივიდა სერობაზე, წესი იყო რომ მონას ფეხები უნდა დაებანა მისთვის და არავის არ გახსენებია, რომ ფეხები დაებანა მისთვის და თვითონ დაბანა. ანუ ჩვენ არ გვახსენდება ხოლმე გიორგი, არავის არც მე და არც ჩვენ, რომ თავდაბლები უნდა ვიყოთ და ქრისტე ამის, მაგრამ შვიდ ვარ და მდაბალ გულითა. როგორები უნდა ვიყოთ მშვიდები და მდაბალი გულითა. როგორი უნდა იყოს მოძღვარი ზოგი ამბობს, სიყვარული უნდა გქონდეს, კი, უნდა გქონდეს, მაგრამ მოჩვენებითად შეიძლება ხო სიყვარული გქონდეს, ხო, ჩემო სიხარულო შეიძლება გითხრას, მაგრამ იმის იქით არ გავრცელდეს მისი სიტყვები. პირველი ნიშანი ქრისტიანობის ჭეშმარიტების ეს არის თავდაბლობა. ერთი ცოდვის გამო დაეცა ანგელოზი და ადამიანი, ეს არის ამპარტავნება და ერთი სათნოებით შეიძლება ის დაბრუნდეს სამოთხეში, ეს არის თავდაბლობა. სხვა ვერაფრით ჩვენ ვერ დაბრუნდებით სამოთხეში, თუ თავდაბლობა რა არის გიორგი, რომ მე მგონია სხვაზე უარესი ჩემი თავი. რომ მე მგონია თბილისში ყველაზე ცუდი ღვდელი ვარ, ეს არის თავდაბლობა. და რა ის რომ ათეულში ვარ დასახელებული თუ აი რამოდენიმე მოძღვრის მერე მოვდივარ მე და ფათაშორის ხარ ათეულში. აი თავდაბლობა რა არის, ამის მაგალითი პატერეკები უამრავი გითქვი ადრე გიორგი რომ აი ანტონი დიდი და სხვა დიდი მამები შედიან ალექსანდრიაში და იხილეს ხილვა რომ აი ვიღაც მეწაღე ალექსანდრია შენ დიდი როგორ ახარო შენ ჩემზე დიდი ალექსანდრიაშიო ყველაზე ცუდი მეწაღე მე ვარო და რა ვიცი სხვა არაფერი არ ვიცი მე რა ხო და ანტონი დიც კიდე ეგონა რომ ის ყველაზე კარგი მამა იყო ამ დროს ხო მოიხიბლა თავისი სულიერი მდგომარეობით ანტონი თუ პავლეთებელი რა მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში რომელი იყო თავარია ისა რომ ის რომ მოიხიბლა თავისი სულიერი აღტაცებით მაშინ მე უთხრა ღმერთმა რომ წადი და ნახე მეწაღე ალექსანდრიაში და რომ ვინახარო რა ხარო და არ ვიცი ვინ ამარო ერთი უბრალოდ მეწაღე ვარო ყველაზე უკანასკნელი ვარ მე აი მას სამ არ ვიფიქრებ მე და შენ რომ შენ ტელეწამყვანებში რელიგიურ საკითხებში ყველაზე უკანასკნელი ხარ ანუ რუსთავიურს არ ჩავთვლი იმის აკეთრე ტელევიზიებში შეიძლება ხო ეგ შენი საყვარელი ტელევიზია ეს არის შემოძვირფასებო და არა ის რომ ეხლა იცით როგორ არის სამწუხაროდ აი ერთხელ იყო რომ ერთ სააღდგომო გადაცემა გააკეთეს ერთ მოძღვართან და ილაპარაკა რომ აი ჩვენთან ძალიან ბევრი მრევლი დადის და აქო დადი და თავის სამრევლო ხა წარმომედგენია იმისი მრევლი ამას რო ისმენ და როგორ გაიბერებოდნენ სიამაყით ხო აი ჩვენთან ამდენმა ადამიანმა იცხო ზეთი ამდენი ბზა გაიყიდა ამდენი ხალხი იყო ეს არ არის ნიშანი ხალხო იმისა რომ შენ მაგარი ხარ რამდენი წავიდა იქიდან განათლებული სულიერად, რამდენი წავიდა იქიდან დამდაბლებული, ეს არის მთავარი. არ მოკვდები, რამდენი და ჩემ მამაოს იცი რამდენი მრევლი ყავს? აი ჩემ მამაოს იცი როგორი მაგარი სულიერი შვილები ყავს? აი ხალხო სადაბანაო, რა სისულელია.
იასეუბნება ქრისტე პეტრეს გიყო არმია პეტრე ჰეუფალო ხო და დამწყემსე ცხოვარნი ჩემნი და არა შენი ვინ მოგცა ჩვენ მრევლი ხალხო სად ამყავს მე მრევლი მეკითხებიან ხო მამა თქვენ დიდი მრევლი ყავთ არა რა მრევლზეა ლაპარაკი ხალხო ეს არის ხალხი რომელიც მოდის რომ სული ისხონოს და მე უბრალოდ დამადგინა მადლით ღმერთმა შედარებით გამოცდილი ვარ და რაღაც ვასწავლო, ოღონდ ჩემსას კი არ უნდა ვასწავლიდე, არამედ პავლესას და პეტრესას. ხანდახან გვეკითხებიან ხოლმე, ეს როგორ არის და ვეუბნები რომ ჟურის კანონში ესე წერია, პავლე მოციქული ესე ასწავლის. ეს კი არ უნდათ არავის, უნდა თუ რაღაცა ჩემი აზრი უთხრა, მე ასე ვფიქრობ. აი ჩემი იციან ხოლმე ხანდახან ამ მოძღვარმა ასე იქადაგაო. ცილა სულ მაინტერესებს იმ მოძღვარმა რა მე მისი საქციელი ვიცი. საქციელი და უკაცრავად რა როქადაგებდა. ერთხელ ახსენა მაინც წმინდა წერილი ან წმინდა მამების სახელი ახსენა. აი ხანდახან usmen ხოლმე გიორგი თქვენ გამომსვლელებსაც რა და არავინ არ ახსენებს წმინდა მამებს თქვა სახარებიდან ციტირებას არ აკეთებენ. არ ამაზე უნდა მივაქციოთ ყურადღება რომ თუ ციტირებას არ აკეთებს სახარებიდან ბიბლიიდან წმინდა მამების ეგზეგეტიკიდან ხო მაშინ შენ გამოდიხარ უკვე შენ თვითურჯული გამოდიხარ და შენ ვიდა განათლებული ხარ უკვე ხო ფილოსოფოსებს უფრო მეც ახსენებენ ვიდრე წმინდა მამებს ხო და ცოტა უკაცრავად რა ახლა აი ჩემ გადაცემებში ეგეთები არ ხდება არ ხდება შეიძლება მოხალხო რუსთავი ორზე და იმე გასაგებია მადლობა ღმერთს რომ არ ხდება და მამა თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით როგორი ისა მაქვს ხო წარი ლაპარაკი შეიძლება ბზობასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ რა აუცილებლად რა დაბლა ჩამოვიდეთ ცოტა ხო მამა ეს არა ქვია ათეულიდან მამა თუ შეიძლება ბზობასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ რა ადამიანს გვახასიათებს ხოლმე ხშირად რომ აი წეღანაც ვახსენე რომ ადამიანების რაღაც გადიდება ასე შემდეგ იგივე ბზობა რასაც გვასწავლის რომ ეხა ქრისტე შევიდა და ყველა რაღაცა პატივსცემდა თაყვანსცემდა და ასე შემდეგ და უცბად ერთ კვირაში ზუსტად იმ ხალხმა ვინც პატივსცემდნენ ჯვარს აცვა და ყვიროდე რომ ჯვარს აცვითო სიტყვაზე ეს მომენტი ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება რა შეიძლება ზოგთან შვილისგან ხდება და ზოგთან დედისგან ხდება და ზოგთან მისგან ხდება, ანუ სხვებს აღარ გულისხმობ უკვე, ხო? ყველას ნახდება, როცა კარგად ხარ, მაგრა ხარ, გაღმერთებული ხარ, დღეს ჩვენთან უკვე მატერიალურად ხდება რა. იმ ადამიანებს კიდე მატერიალურ ამბავში არ უციათ, კიდე პატივი, კიდე მადლობა ღმერთს, რომ სიტყვაზე რაღაც ფულის გამო არ უციათ. დღეს ესე ხდება ჩვენთან, რომ ვიღაცა შეძლებული არის, კარგად არის და ასე შემდეგ, მატერიალურად და გცემენ პატივს და შემდეგ შეიძლება რაღაცა წაიქცე, ან მატერიალურ ურობაზე არ არის ლაპარაკი, საერთოდ თვითონ სიტუაციაზე არის ლაპარაკი, ცუდად რო ხარ შემდეგ ეს ადამიანები უცად ქრებიან. ეს არის ეხა ზუსტად ვინ ამდენიც უყურებს იმ ადამიანებს, ყველას აქვს ეს პრობლემა და აი ამათ აზრს გეკითხებით, მამაო. რატო ხდება ხოლმე იგივე ხალხი, რომლის იმედიც გააქვს, რომელთაც ცოცხლობ არსებობ, ხო? შეიძლება ხვალ თუ გაიგე შენ რომ ისეთი მაგარი ვერ ხარ, როგორიც იყავი, ან როგორც მათ წარმოედგინე, ხო? მათ თვალში ხარ, როგორც ათეულში იყავი, ისე ნოლი ხდები. აი ამ შემთხვევაში იგივე ნებისმიერ ამბავში მამაო რა ეს მოძღვარი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს ხო ყველა აი არ არსებობს რომ სიტყვაზე რაღაცა შეეშლება და უკვე ის მრევლი იქნება რაღაცა უკვე აღარ არსებობს მისთვის რა და რჩები მარტო ანუ ფაქტიურად ის ადამიანები ვინც შენ დღეს აყავხარ ვისაც სიმაღლეზე გწირავენ თვითკვლელობისთვის იმიტომ რომ ეს თვითკვლელობის ტოლფასია იმიტომ რომ საწახვალ მე ეს რომე ყვარში გადახტებით არ იცი ხო იმიტომ რომ მარტო რო რჩები უკვე აღარც იცი რა ბოროტის ხელში ხარ ხო ფაქტიურად თუ შეიძლება მამაო და ისას გიზამს კიდე არ იცი აი ამის გამო ძალიან გაცივდა და საქართველოს უკვე თბილს ვეღარ უწოდებს ადამიანი იმიტომ რომ აქ ესე ხდება სამწუხაროდ ჩვენ და მარტო საქართველოში არა გიორგი ისევ აი წეღარაც მე ვისაუბრე პარალელი გავალოთ სახარებიდან ხო როცა ორი თევზი და ხუთი პური აკურთხა ძალიან ბევრი ხალხი მიყვება ქრისტეს ბზობას ძალიან ბევრი ხალხია მაგრამ აი კითხვას ვსვავ გოლგოთაზე რომ მიყავთ მაცხოვარი და მიბრძანდება სად არიან მოციქულები სად არის ხალხი ვინც განკურნა ვინც აღადგინა სად არის ლაზარე სად არის მართა და მარიამე ხო ჩუმად მიყვება იოანე ღვთისმეტყველი და ჩუმად მიყვება ღვთისმშობელი დანარჩენი არავინ არ არის ანუ ეს ვიცოდეთ ხალხო რომ ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა რომ მაცხოვარი და ყველა დიდი ადამიანი იყო მიტოვებული და იყო მარტო როცა ხალხში იყო და თქვათ რამე სიკეთეს აკეთებდა მატერიალურს ყველა იქ არის თავიდან 500 მოწაფე ყავდა და მიატოვა ბევრმა ხო მოbrunდა და ეუბნება პეტრეს რომ თქვენს ხომ არ გინდათ რომ წახვიდეთო ჩემგან და პეტრი რას ეუბნება საწავიდეთო უფალო მარადიული ცხოვრების საწყისები არის შენთან იგივე პეტრეში არის ძალიან მაგარი ფერისცვალება მინდა დააკვირდეს ყველა ერთ წუთში ამბობს რომ შენ ახარ ძეხვთვისა ცხოველისა შენ ახარ
ნამდვილი ღმერთის ძე ხარ, ამაზე დგა ჩვენი ეკლესია ხო ფაქტიურად. არ გადის 2 წუთი და ქრისტე ეუბნება რომ მე უნდა ჯვარს მაცვან, მაწამონ და ნუ გააკეთებ ამასო დაიცავი შენი თავიო. და წეგან რო შეაქო ქრისტე ხო, ქრისტენ პეტრე, ეხლა ეუბნება რომ გადი ჩემგან სატანო. აი ესე ვართ ადამიანები, ეს არის კლასიკური მაგალითი ჩვენი ფარისევლების 5 წუთში შეიძლება პატრიარქის მადიდებელი იყო და 5 წუთში შეიძლება პატრიარქი აგინო მერე. ეს მაცხოვრიდან მოდის შემოძვირფასება და ვიცოდეთ ყველამ რომ არავინ არა ვარ დაზღვეულები, რომ ხვალ ჩვენ შეიძლება იგივე დაგვემართოს. აი იყვნენ ისეთი დიდი მამები, რომლებიც იყვნენ ბურჯები ეკლესიის, მაგრამ მერე მწვალებლობაში ჩავარდნენ. იყვნენ მწვალებლები, მაგრამ გახდნენ დიდი მამები, იყვნენ დიდი ცოდულები და დიდი წმინდანები არიან, დიდი წმინდანები იყვნენ და დიდი ცოდულები გახდნენ. ეს არის ჩვენი ადამიანური დაცემული ბუნების ნაყოფი. ამიტომ არის საჭირო ხარება, ამიტომ არის საჭირო ლაზარეს შაბათი, ბზობა, აღდგომა, რომ ჩვენ მადლი მივიღოთ გიორგი და ჩვენც არ მივატოვოთ ჩვენი ქრისტე, ჩვენი პატრიარქი, არ მივატოვოთ დედა ეკლესია, არ მივატოვოთ საქართველო, არ მივატოვოთ მეუღლეები, შვილები, მეგობრები, ნათესავები, გლახაკები. აი რა, ეს საუბრით აი მართლა შეიძლება ვიღაც აი მსმენელის თვალით გეუბნებით, მაგრამ შეიძლება ჩვენ ვამბობთ ამას და კი მსმენელი ფიქრობს, აი როგორ უნდა გავაკეთო ეს, ან როგორ უნდა მოვიქცე, როცა მიმატოვე სიტყვაზე. იმ ადამიანებს რას ურჩევთ, მამო, იმიტომ რომ მე ხა მაგალითად გავითავისე ისმით ჩემი არ არის, ჩემგან წავიდეს და არ არის პრობლემა ჩემთვის, იმიტომ რომ ზეგ თუ დავკარგავ, თუ დღეს დავკარგავ, მნიშვნელობა არ აქვს, თუ მე არ უყვარვარ და მაინც უნდა დავკარგავ, ხო იმ ადამიანს. სიტყვაზე ვამბობ და აი ეს ადამიანები ვინც ძალიან ბევრი მიტოვებული ხა, მე გადამაქვს აი ჩემი ღმერთის წყალობით და თქვენი მოძღვრების და სასულიერო პირების წყალობით გადამაქვს ეს ყველაფერი, სიტყვაზე თუ რაღაცა დავიმართე, მაგრამ ბევრი ადამიანი ძალიან გულნატკენია, მამაო და საწავიდეს აღარც იცის რა. და აი ამ შემთხვევაში, მამაო, რას ურჩევთ? იმათ ზოგი მოძღვარმა მიატოვა, ზოგმა მოძღვარი მიატოვა პირიქით და მოძღვარია ცუდ დღეში, ხო? სიტყვაზე, აი ამ შემთხვევაში, მამაო, რას ურჩევთ? გიორგი, ძალიან მარტივად ურჩევ, რომ თავარია ღმერთმა არ მიგვატოვოს და საკუთარმა თავმა არ მიგვატოვოს. ის ისეთი სუსტია, რომ აი ვერ ხედავს იმაში, რომ აი ღმერთმა არ დამტოვა და რაღაც. უბრალოდ აი ადამიანი სუსტი ხარ და ვიღაცამ ფიზიკურად თუ დაგტოვა შვილმა შენმა, აი მას უყურებ და გტკივა, ეხა ამას ვერ გადაიტან ამ ხელა აფს. ბიბლიაში წერია, რომ შეიძლება დედამ დატოვოსო შვილიო და მამა, მაგრამ ღმერთი არ დატოვებსო. ამიტომ არავინ არ იქნება დატოვებული, მიტოვებული, თუ მას ელემენტარული წმენა ექნება. რატო იყვნენ მამები უდაბნოში? აი როგორ დაითესოს მამა? შეიძლება რომ უდაბნოში წლები გაატარო მარტო, თუ შენთან ღმერთი არ არის? რა თქმა უნდა არა, ხო? ამიტომ ჯერ ვიპოვნოთ საკუთარი თავი და საკუთარ თავს რო ვიპოვით, მე რო ვიპოვით ღმერთს. აი, ვისაც გონია რომ ბევრი მეგობარი ყავს, რატო ყავს იცი ბევრი მეგობარი? მარტო გზნობს თავს და იმიტომ აყავ მეტი მეგობარი. რატო ამდენი ხალხი Facebook-ში გიორგი იცი? მარტოობა აწუხებთ და აი ამ Facebook-ში იმიტომ არიან შემძრელები რომ იქ მარტოთ აღარ იგზნონ თავი. Facebook-ი რო არ იყო მარტოები ვიყავით ხალხო. მე ხალ არ გეგონათ რომ Facebook-ის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ჯანსაღად უნდა გამოვიყენოთ ხალხო. Facebook-ი რო არ იყო. მოდი აი ერთი დღე Facebook-ი გამოვერთეთ, აბა რა მოხდება? ისტერიკაში ჩავარდება ხალხი და ეს მოხდება რო იცოდეთ თქვენ. და აი მე ჩიპიზაცია რო დაიწყება, ხო, ჩიპირება რო მოხდება, გეტყვიან. აი ჩიპში იქნება ინტერნეტი, იქნება ეს იქნება და ძალიან ბევრი ადამიანი ჩადგება ხელგაშვერილი რიგში, ოღონდ ინტერნეტი არ გამომირთო და მარტო არ დავჩე და შუქი არ ჩამიქრო და გადასახადები გადავიხადო და რაც გინდა ის მიყავითო. ახლა ვერ ხვდებით რომ ეს ასე იქნება? აი პატარა ბავშვებს ინტერნეტი გამოურთეთ, აბა სახში ნახევარი საათით რა დღეში ჩავარდებიან, როგორ დაეჯღანებათ სახეები, როგორ ვამპირებს დაემსგავსებიან, იგივე ქალბატონებს. კაცები კიდე კაცურად გადიან და სვავენ და კიდე ჯერჯერობით ეზოში სხედან ახლა და პივას მიირთმევენ. კიდე არის რაღაც კაცური დარჩენილი, მაგრამ უმრავლესი ქალბატონი და ბავშვი ხო ფაქტიურად არსებობს სუნთქავს Facebook-ით. ეს უკვე ტრაგედიაა ხალხო. ნახევარი საათი, 1 საათი შედი. მე შევდივარ გიორგი, შენ გონია გიორგი, არ შევდივარ მე და არა მაქვს რაღაც გახსნილი. ტაძარში რამოდენიმე Facebook-ის გვერდი გავხსენი, რომ ვიცი რომ ყველა Facebook-შია და გავხსენეთ საეკლესიო გვერდები, სადაც არის ქადაგება, სადაც არის ხატები, სადაც არის შეგონებები, ლამაზი სურათები, ფოტოები, ხო? რატომაც არა, მაგრამ არ გადამეტებული ზედმეტი არაფერი არ შეიძლება ხალხო. ზედმეტი არც ლოცვა არ შეიძლება, არც მარხვა არ შეიძლება, არ ჭამასმელება და არც სმა არ შეიძლება ზედმეტი. ამიტომ ზომიერება, მართლმადიდებლობა არის სამეუფეო გზა, არც მარცხნივ, არც მარჯვნივ. არ უნდა ვიკოჭლოთ ორივე ფეხებით, ხო? ვიაროთ სწორი სამეუფეო გზით და მივართ სასუფეველის კარებამდე, რომელიც ჩვენ გულში შეგვიყვანს გიორგი და ბზობაც ეგ არის, რომ მაცხოვარი უნდა შემოვიდეს ხვალ
ჩვენს გულში და თუ ჩვენ გულში არ შემოვიდა ჩვენ გოლგოთაზე მაცხოვართან არ ვიქნებით, დიდხუჩაბას მაცხოვართან არ ვიქნებით და ქრისტე აღდგას ყვირილი აღდგომა ღამეს და ცეცხლის წაღება იქნება გარეგნული სიმბოლური გამოხატულება ჩვენი ქრისტიანობის, რაც მთავრდება უკვე ბრწყინვალე შვიდეულის ბოლოს და არტოს წაიღებენ მერე და დამთავრდება ამით მომავალ აღარ მიაქვთ უკვე არტოზე აღარ მოდიან ხოლმე იქ ვიცი ზუსტად და დამთავრდება ამით მომავალ აღდგომა და ჩვენი სული მაგრამ სამაგიეროდ Facebook-ში უამრავ გვერდს ნახავთ იქ მერე ძალიან კარგად ქადაგებენ და უყვართ ერთმანეთი და მოკლედ არ ვიცი ხა კარგად გამიგეთ ხა იცი რომ მე არა ვარ ფანატიკოსი მოძღვარი და თანამედროვე საშუალებებს ყველაფერს ვიყენებ უფლის ადიდებლად და ღვთის სიტყვის საქადაგებლად ხან ერთ ტელევიზიაში ვარ ხან მეორე ტელევიზიაში ვარ ხან სადა ვარ რომ სანამ საშუალება გვაქვს გიორგი მე და შენ და ყველა კარგმა კაცმა ვიქარ დაგოთ ჭეშმარიტება პირადი მაგალითით სიტყვი და საქმე შემოკარგებოდა ეგ იქნება ბზობას ეგ იქნება ხარება ეგ იქნება აღდგომა და ეგ იქნება კაცური კაცობას და ეგ იქნება კარგი ქრისტიანობა თავდაბლობით სიყვარული და სიხარულით ვიცხოვროთ და ეს ბზების დაჭერა და ნაკურთხი წყალი ეს არის გარეგნული გამოხატულება ჩვენი შინაგანი სიხარულის ეს არის სიმბოლო არის კავშირი ანუ ჩვენს სულს კავშირი აქვს რაღაც გარკვეული ბზასთან იმ ნაკურთხ წყალთან რომ ჩვენ გვიხარია და ეს წარმოვიდგინე რომ მე გითხრა რომ შინაგანად ვიხარია და არც ბზა მეჭირავ ხელში არც არაფერი და გეოვარესე და შინაგან არც ეგ არის ლამაზე ხო ეს უკვე რაღაცა მე მომწონს ხო რომ გამწვანდება მთელი საქართველო აბა რა თქმა უნდა ამას თავისი ესთეტიკური სილამაზეს გააჩნია ოღონდ არა ისე რომ ქუჩაში მე სიგარეტით რომ მიდიან და ამ ბზას ესე რომ აქნევენ და რა ხდება რესუმზირას რომ მიირთმევენ მარშრუტკაში და ასე თქვა იქ რო შემოაგდებ და ეს დარჩეს კიდეც და იქ დარჩეს კიდეც და ყოფილი და იყვებელი რომ მე იცინეს რომ აი ნახე ახლა ეს არის მართლა აი თუ მამაო მართლა კარგი იქნება სიმბოლურ რაღაც ტოც დაიჭერე და იმით რაღაცა აი მე არ ვიცი დღეს ვნახე რაღაცა მეშოკებით მოქონდა სახლიდან გამხმარი ბზები ან არ გეზარებათ რომ მე ეს ატარო და თან ნუ მიგაქვს სახლიდან იქვე დაწვით რაღაცა ხესთან ხო ამას ადგილას რომ იმასქნათ რა ქვია ანუ ეკლესიაში მოაქვთ ხოლმე მე მთელი კვამლი დაისდგება და რა ვიცი ბედნიერებას გისურვებთ ყველა კაი ბზობას გისურვებთ რა ვიცი ხასიათი ექნება დარწმუნებულად ჩვენი გადაცემის მერე ბევრს შენდომას ვთქო გიორგი თუ რამე მკვახეთავ თქვი რა ვიცი მე სიყვარულით ვისაუბრე ყველაფერი არა მამა ვიცი რასაო თქვენ არასდროს ესე არ იმაშებით ხოლმე თქვენ გულიანად ლაპარაკობთ ხოლმე მადლობას გიხდით მამა ამისათვის მოუხდა ბზობას ხვაცაშორის თქვენი ქადაგება ძალიან და იმედია რომ ამას ადამიანები გაითვალისწინებენ თავი თუ რამეს დაამატებთ კიდე მამაო დრო მიდის და ისა მე ვერ გავიქეცი Facebook სამწუხაროდ მამაო და ფონდი ერთობა ესეთ შეგიძლიათ აკრიფო და მოიწონოთ გვერდი არის ჩვენი სადაც ეს გადაცემები იდება ვისაც მოგწონთ და რა ვიცი ფონდი ერთობა ესეთ ქართულად აკრიფავთ ქართული შრიფტით და იქ იქნება და ხვალ დილისა თუ 7:30-ზე გავა ეს გადაცემა განმეორები და საღამოს 9:30-ზე გვეყოლება მამა შალვა კეკელია კიდე იქითა კვირაზე აუცილებლად ისაუბრებს მამაო ესეთი გადაცემა კიდე იქნება დამატები დიდ მადლობას მოგახსენეთ მამაო მადლობა შენ გიორგი რომ მომიწვიე დიახ დაგლოცეთ მამაო კიდევ ერთხელ და მე ყველა დალოცოთ და თუ იმეს გული ვადგინეთ ჩვენი ყვახესაუბრით შენდობას ვითხოვე იმიტომ რომ მე ყველაფერი სიყვარულით ვისაუბრე და მინდა უკეთესები ვიყოთ ვიდრე დღეს ვართ თუ არ გრიგოლ ნოსელი ამბობს ძალიან კარგად მოსეს ცხოვრებაში რომ მარადი საკუთარ თავზე მაღლა თუ ჩვენ უკეთესი მოდელი არ გავხდებით და უკეთესი მრევლი არ გავხდებით ჩვენ წინ ვერ წავალთ სულიერად და ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი დაბრკოლდება ამიტომ სიყვარულით წავიდეთ ხვალ ბზობაზე და იესო ქრისტე შემოუშვათ ჩვენ სულებში და ჩვენ გულებში დიახ, დიდ მადლობას მოგახსენებთ. გილოცავთ ყველას, ვისაც საშუალება არ გაქვთ, ხვალ მიბრძანდეთ, ბზა იყიდოთ. რაღაც ანუ ძალიან სამწუხაროც არის, რო ვერ მიდიხარ თქვენ ფიზიკურად, მაგრამ ბევრი არის დარდოთ, იმიტომ რომ რა ვიცი, თქვენ თუ მოიქცევით ისე ღირსევოთ, ის ბზა თავისით მოვა თქვენთან, ხო? რა ვიცი, ბედნიერებას გისურვებთ, გემშვიდობებით, ხვალ დაგიბრუნდებით საღამოს 9:30-საც დამატებით აუცილებლად მამაშალო კეკელია გვეყოლება. აუცილებლად მინდა გამოაცხადო, სამებაში იქნება, ვინც 7 გზის ზეთი ვერ იცხეთ, სამებაში იქნება სამშაბათს ზეთის ცხება, 4 შაბათს არის სიონში. და კიდე ბევრგან არის, მაგრამ აი ეს ხვალ კიდე გავიგებ. საათი გიორგი რომელ საათზე იქნება? მე მგონი 6 საათზე არის სამებაში, სამშაბათს და სიონში სადღაც აი მაკეთკე მე მგონი 4-ზე სიონში არ ვიცი და აი ესეთი, რა ვიცი, ინფორმაციაა თუ გნებავთ აუცილებლად ზეთისხება. რა ვიცი, იცხე და ბედნიერებას გისურვებთ, გემშვიდობებით, მე გახდით გიორგი დარასელია, წმინდა ნიკოლოზის ნარიყალის, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის დეკანოზი, წინამძღვარი მამა გიორგი თეოდორაშვილი გახდათ, ჩვენი სტუმარი, ძალიან ლამაზად მოსაუბრე და თბილად, რაც თავარია და ბედნიერებას გისურვებთ, მართლა არ გეწყინოთ რა. შეიძლება რაღაცა
ვისაუბრეთ ისეთი რაც თქვენ გულთან არ მოვიდა, მაგრამ გავა დრო და თუ მეტად მიიღებთ ამას, მე მიხვდებით რომ ისეთი არაფერი არ უსაუბრია. მოძღას პირიქით სათქვენოთ ისაუბრა და მაგრა გამოკეთდებით ამ ყველაფერს თუ გაითავისებთ რაც მოძღვარმა თქვა. მადლობას გიხდით, გემშვიდობებით, ხვალ საღამოს 9:00-ს დაგემუნდებით დროებით.